მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ პულის ერთ-ერთი დისციპლინის ცხრიანის შესახებ. ცხრიანისგან განსხვავებით, ცხრენი ლაგდება რომბის ფორმით, სადაც ერთიანი, ანუ ყვითელი ბურთი დგას პირველ ადგილას, ხოლო ცხრიანი შუაში. ცხრიანში გვაქვს 9 ბურთი, 1-დან 9-მდე დანომრილი. დაშლისას თეთრი ბურთი აუცილებლად უნდა მოხვდეს ყვითელ ბურთს. იმისათვის, რომ შევასრულოთ სწორი დარტყმა, თეთრი ბურთი უნდა შეეხოს მაგიდაზე ყველაზე მინიმალურ ბურთს და ამის შემდეგ ჩავარდეს ნებისმიერი ბურთი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია დავარტყათ ერთიანს და ჩავაგდოთ შუაში, ან დავარტყათ ერთიანს და ჩავაგდოთ შუაში ორიანი. იმისათვის, რომ მოიგოთ თამაში, ცხრიანი უნდა მოათავსოთ ლუზაში. ეს შეიძლება მოხდეს იმის შემდეგ, რაც ჩააგდეთ ყველა სხვა დანარჩენ ბურთს, ან მინიმალურ ბურთთან შეხების შემდეგ. ეს თამაში, ანუ ცხრიანი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაში არის, რადგან ძალიან დინამიური არის. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ერთმა მოთამაშემ ჩააგდოს ყველა ბურთი, თუმცა მეორე მოთამაშემ ცხრიანის ლუზაში მოთავსებით მოიგოს ეგ ფრეიმი. ცხრიანის წესებისთვის სულ ეს იყო. გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო.